სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr, გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მეგობრებო, გამაგრით. ახალი ამბავი მაქვს. ჩვენც. ძერბე, რა მოხდა კლეო? მე და თქვენ სანამ დაგავიწყდა. კარგი. რამდენადაც იცით, ცხოვრება ცვლილებებითაა ახსავსე. ეს ეხება შარლოტას. ის ქალთაზა. რა? საიდან იცით? ლუის მაგუთხრა. შენ რა შვეჟი ხარ ლუის ამიხსენი? ამის დრო არაა კლეო. უნდა მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ. ლუისმა უნდა მოიფიქროს, მისი ბრალია. მე? რატომ მე? არ ვაპირებ იმის ახსნას, რაც ნათელია. ეჭვი მეპარება, რომ დამნაშავის ძებნის დროა. ფაქტი ის არის, რომ შარლოტა ქალთევზაა. დანარჩენი წარსულია. აუ და გადაწყვიტე როგორ მოვიქცეთ. ეს ყველაზე საოცარია, რაც კი ოდესმე გადამხდენია. ვინ იფიქრებდა? მე და ქალთევზა. შარლოტა, ცოტათი მაინც დამშვიდდი. აუ მართალი ხარ. ნეტა კლეოს სახე გენახა. შეგეძლო ცოტა დელიკატური ყოფილიყავი და ისე გეთქვა მისთვის, არა? ყოველთვის მეგონა რომ რაღაც კლუბის წევრები იყავით. ვიყავით. რაღაც გაგებით. ახლა მეც მისი ნაწილი ვარ. ასეა? ნუ თუ. მართლა, დარწმუნებული არ ვარ, რომ გოგონები ახალი წევრის მიღებისთვის მზად არიან. ჯერჯერობით მაინც. რა სისულელია, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა დასამალი არაფერი აქვთ. თან, ჩვენ შორის საიდუმლოება აღარ იქნება. მაიცადე ლუის. მინდა რომ დამპირდე. აღარანაირი საიდუმლოება. რა თქმა უნდა, არანაირი საიდუმლო, გპირდები. კარგი. სწორედ თქვენთან მინდოდა საუბარი. თითქმის შეწყვეტეთ ფიზკულტურაზე სიარული. განსაკუთრებით აუზზე. რა მიზეზით? ალერგია მაქვს ქლორზე. მაპატიეთ. და შენ რით იმართლებ თავს? შენ ხომ ჩემპიონი იყავი ცურვაში. ემა სოლიდარობას მიწევს, იცის რომ ამის გამო ცუდად ვარ. ის ნამდვილი მეგობარია. ნამდვილი ალმასი. კარგი საქმის კურსში გაყენებთ, რომ ფიზკულტურაში ნიშანი არ გაქვთ. არ მაქვს? არა, ორიანი ფერმე ყოლება ის უნდა გამოვასწოროთ. დაინტერესდით? ფრენბურთის გუნდი გჭირდება, ჩვენი სკოლის წარსადგენად. ზუსტად მის წინ ხართ. კარგი გზერთ, მაპატიეთ მის კეშ, მაგრამ ბურთით ვერ ვითამაშებ. მე არც გთხოვრი კი. ან თამაშობ, ან ნიშანი არ გექნება. ჩაგწერეთ. 4 ადამიანი გჭირდებათ, არა? 4. კლეო მესამეა. მეოთხეს პოვდა არც ისე ძნელი იქნება. შეხვდებით. მშვენიერი გასართობი გიპოვეთ. რა გასართობი? არ მჯერა სანაპიროს ფრენბურთი. საშინელება. რიკი შეწყვიტა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ეს მართალია რიკი. შარლოტას რა ვუყოთ?
მას უნდა დავეხმაროთ. მოგაცრად. რა? მან თქვა გავიგე. ჩემი პასუხია არა. მასთან არასოდეს მეგობრობთ და ეს არაფერს შეცვლის. მოდი ნუ ვიჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. ყველაფერი უნდა მოვიფიქროთ. შემთხვევით შოკოლადის ნაყინი ხომ არ გაქვს? ფიქრისთვის უნდა ვჭამო. არასდროს მინახავს რომ გოგონები ასე ჭამდნენ. ეს ნორმალურია. რიგისათვის კი. მას დაჩქარებული მეტაბოლიზმი აქვს. მადლობა მისტერ სერტორი თქვენ სიცოცხლეს შემინარჩუნეთ. ასე ჯობს. ახლა უნდა ვიფიქრო და მე ვფიქრობ რომ შარლოტა ჩემი მეგობარი არაა. შანსსაც კი არ აძლევ. ეს ვინ დაპატიჟა? ვალდებული არ ვარ მიყვარდეს. შეგიძლია ეცადო მაინც. მშვენივრად ისი რას ნიშნავს იყო გარიყული. კარგი, სხვაგვარად ჩამოვაყალიბე ბაზრს. მინდა გითხრათ რომ თქვენ ერთმანეთი გყავთ. მას კი შეყავ ხარ. მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. ეს მასაც ისე დაემართა როგორც თქვენ. შეწყვიტა მისი დაცვა. ვიცით ვისი ბრალიცაა ყველაფერი, კმა არა. სხვა მხრიდან უნდა შევხედოთ. რიკი, იმედია გახსოვს, რას გრძნობდი, როდესაც გაიგე რომ ქალთევზა ხარ. თან შარლოტა გრეისის შვილიშვილია. მერე რა? შვენიერია. მაშინ კენჭი ვყაროთ. ვინ არის შარლოტას მომხრე? მეც წინააღმდეგი ვარ. მე არ ვიცი. ორივე მხარეს ვეთანხმები. კლეო, მადლობელი ვიქნები დახმარებისთვის. ვფიქრობ არ დავზარალდებით. ვიცით რომ ცვლილებები გაქვს. კი, შეიძლება ასეც ითქვას. გვინდა დაგეხმაროთ. გაჩვენოთ შედეგები, არა? ხო. როგორც იტყვი. მაგრამ ასეთი აღმოჩენების თავად გაკეთებაც ახალისოა. ხუმრობთ? ახლა დებივით ვიქნებით. თუ რაღაც, ნუ გათამამდები. უნდა გაიგო რას ნიშნავს იყო ქალთევზა. უკვე მივხვდი, რომ წყლისგან თავი შორს უნდა მეჭიროს. იცი, კიდევ არის რაღაც. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? რა? როგორ გააკეთე? კიდევ არის. და კიდევ. საოცარია. ეს ნიჭია. როცა ქალთევზები გახდნენ, ძალები მიიღეს. გვინდოდა რომ შენც გვინდა რომ შენი ძალა გვაჩვენო. მაშასე. მთელი ენერგია წყლიან ჭიქაზე მიმართე. არა უშავს. ყველაფერი კარგადაა. ჩაის სუნთქე და კიდევ სცადე. ნუ გაბრაზდები წარუმატებლობისათვის. უბრალოდ გვიან იგებ ყველაფერს. როგორც შენ. შენ დიდხანს სწავლობდი? თუ მახსოვს, ყველაზე დიდხანს მოუნდა. მე არც ვცდილობდი. და თუ არ მოგზალა? ეს საშინელება. ნუ ღელავ შარლოტა, ყველას გვინდა რომ დაგეხმაროთ.
შარლოტაზე კარგი სიტყვები თქვი და იქნებ მიეჩვიოს. გასაგებია? კი, გეთახმები კლეო, შარლოტა არც ისე ცუდია. ჭკვიანია, ცოცხალია, მასთან ადვილია ურთიერთობა. მე მისი წარბები მომწონს. როგორც არის, მიხარია რომ შანსი მივეცით. შენ რიკი? კარგი მცდელობაა და ეს არ გაჭრის. არასოდეს მომწონდა შარლოტა და არც ახლა მომწონს და უფრო მეტიც. აი სათხართ. ეჭვი არ მეპარება რომ გაგიხარდებათ. მეოთხე მოთამაშე ვიპოვე. შარლოტასაც უნდა თამაში. გამარჯობა. მაგარი იქნება. ეს ხომ საოცარია. რა კარგია რომ ყველანი ერთად შევძლებთ მუშაობას. სწრაფად უნდა დავასრულოთ. კარგი, კიდევ ერთხელ. რატომ გააკეთე ეს? ბურთი ჩემი იყო. მაშინ უნდა დაიძახო. რატომ პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა? არა. აბა გოგოებო. მოდი დავისვენოთ. მომწონს რომ ღელად თამაშზე და გახსოვდეთ ხოლმე მეზობელი სკოლის წინააღმდეგ თამაშობთ. ესენი კი საუკეთესოები არიან სიაში. მის სკარფ ჩვენ გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ხარ? თან როგორ? არასოდეს დავმარცხებულ ვარ და არც ვაპირებ. მათ არ მომწონვარ. მე კი მომწონხარ. მოთმინება მოეკრებე. დრო მიეციმათ. მათ ქონდათ დრო. ისინი ერთმანეთს მიეჩვევნენ. შენ კი ახალი ხარ. ეს ჩვეულებრივია რომ თავიდან ცოტა ეკლიანები იქნებიან. კი, შესაძლოა მართალი ხარ. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მართალი ვარ. და ასევე ვაგვიანებ. მაპატია მეჩქარება. შარლოტასთან არაფერი გამოვა. მიეცი შანსი რიგი. საქმე მასში არაა. დაფიქრდით, ნამდვილი ქალთავზები ყოველთვის სამნი არიან. 4 უკვე ბევრია. ბალანსი ირღვევა. აზვიადებ. თუ ეს ამყაროს კანონზე წინააღმდეგება? ეს რომ ასე იყოს, რაც ისედაც ვიცით რომ ასე არაა, ის ქალთავზაა. არ გახდებოდა. კლეო, ის ჩვენს ყოფილ შეყვარებულს ხვდება. ეს არ გახელავს? მე მას დავშორდი უკვე წარსულშია. ეს მართალია რიგი. მოგვიწევს მას დავუმეგობრდეთ, ჩვენივე გულისათვის. ის ძალით მოვიდა ჩვენ სამყაროში. ის არავის დაუპატიჟია. რიგი, ის ერთ-ერთი ჩვენიანია, მიიღეს. არაფერი მსგავსი ძალაც კი არ აქვს. რატომ არ აქვს ძალა? იმიტომ რომ მხოლოდ 3 ძალა არსებობს და ის დაკავებულია, რაც იმ მოსაზრებას ამტკიცებს, რომ ქალთავზები 3 უნდა იყვნენ. გამომივიდა. მიპოვე ჩემი ძალა. ძალიან გთხოვ, მოგეჩვენა ალბათ. არა, მართლა გამომივიდა. ახლა გაჩვენებთ. საყვარელი ხარ. მაპატი. ნახეთ. წყალზე შემიძლია ზემოქმედება. ეს ჩემი ძალაა. ვიცი, შეგვიძლია გავინაწილოთ. შენ მაჩვენებ როგორ უნდა გავამკლავდე მას. შვენიერია.
დაარტყი. ოჩახ. კარგად თამაშობენ. მადლად გავიმარჯოთ. შენიერია, მეტი არაფერი შეგიძლიათ. ნუ აყვაბირიკი, უნდა რომ თავდაჯერებულობა დავკარგოთ. ათექიემა. არ არსებობს ბრძოლა ტკივილის გარეშე. ბრძოლა ტკივილის გარეშე, ამას ვინ ამბობს? არ არის აუცილებელი ასე ძლიერად დარტყმა. მაბატიე, ალბათ ქარის ბრალია. გამოუსადეგ გარები ხართ. ვერასოდეს გვაჯობებთ. შანსი არ აქვთ. რა? თამაშგარია, რა ხდება? ალბათ ქარის ბრალია. გოგოება ყურადღებით, დროს კარგად. მზად ხართ? ნახე, აღება უნდა და. კარგიც და. დაიმაოდე. ეს უბრალოდ დაცინვაა. ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტისმეტია? ოდნავ. ესენი მაინც ვერ ხვდებიან რა ხდება. მიხვდებიან თუ არ გაჩერდებით. მადლობა რჩევისთვის ჩვენო ძიძა. კარგი, მაშინ გავჩუმდები. გოგოებო, შეგვიძლია გავიმარჯოთ. მოტყუებით. ლუის? ნუ ერევი ამაში. გაიგე, თავი დაგვანებე. გამოგვივა, ვაჯობებთ, წინ. გუნდი. მოვიდან. მოიმზადოთ გოგოება. იქნებ ჯერ გაგვწმინდა. შენ დრა დასალების გეშენია? შეჩერდი, შარლოტა. სწრაფად წყალში. რას აკეთებს? ასე არ შეიძლება. რა სჭირთ? რა ხდება? მაგარია. შარლოტა. შენ რა ამ წამს რა? ხელები გამოვიყენე, რათა სითბო გამომემუშავებინა და წყალი ამეორთქლებინა. გამომივიდა. კი, გამომივიდა.
დრო უკვე გავიდა, საჯი კიდევ ერთ წუთს გვაძლევს თუ არა და საჯარიმო დარტყმა იქნება. გვაპატიეთ, მის სკარფ მალე დაბრუნდება. ამ მატჩს თუ წავაგებთ, ჩემპიონატზე ვერ მოხვდებით, ესე იგი ფრენბურთის გუნდი აღარ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩათვლა არ გექნებათ. აბა, გაჩუმდი. რა თქვა, ხომ ვამბობდი? ჩემზე უკეთიცი. 30 წამი გოგონებო. გოგონებო ადგილებზე. ასე არ შეიძლება. ყოველთვის მერენდობი. შარლოტა? მოიცადეთ? მზად ვართ თამაშისთვის. კარგად ხარ? კი. უკეთესად არ შეიძლება. თამაშობთ? გადამწყვეტი ქულა. არის ბოდიში. გამარჯვებისთვის. რეკი აღიარე. ყველაფერმა კარგად შეიარა. კი. მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდები. როგორ გაშრე ასე მალე? ო, ეს ადვილია. მოიცადე, შენ ხომ ჩემი ძალა გქონდა? კი? და რეკის ძალაც. და კიდევ ერთი. ემას ძალაც. მართლა მაგარია რა? მე სუპერ ქალთეზა ვარ. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.